ხმაური საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა. შვიდდღიანი პატიმრობა აქტივისტ ბექა პაპაშვილს წვრილმანი ხულიგნობისთვის შეუფარდეს. თეატრალურიანის სახლთან პაპაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს მოღალატეებად მოიხსენიებდა. სამართალდამცველად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამცველთა კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილი და ადმინისტრაციული სახელის სახით შეეფართოს ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღის ვადით. საქმის მასალებით პაპაშვილს გინებასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. არადა ადვოკატი განმარტავს, რომ მიმართვა კონკრეტული არ ყოფილა და პაპაშვილს სახელები და გვარები არ დაუსახელებია. როდესაც სულუკიანმა გიორგი ანწუხელიძეს მიაყენა შეურაცხყოფა და უწოდა ვიღაცის კი არ შეწირული, უაზროდ შეწირული, მოქალაქეები შევიკრიბეთ მის სახლთან, რა დროსაც მე სიტყვით გამოსვლის ბოლოს უკვე შევიგინე მოღალატეებზე და მათ მიმართ ვინც ფიქრობენ, რომ ომი საქართველოს დაწყებულია და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს 166 მუხლით საქმის წარმოება და დღეს მასამართლებენ მოღალატეების გინებისთვის მოღალატეთა სამინისტროს აქვს საჩივარი შემოტანილი, იზოლატორისათვის გამოსაცვლელები თავარ მოსული, ჩანთა გარეთმა გამჯერა დატოვებული, თუმცა ველოდები რა თქმა უნდა პატიმრობას. პაპაშვილის პროცესს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის პირველივე დღიდან მუდმივად არის რუსთაველზე და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმიტომ რომ მან მოღალატეები უწოდა თეატრალურიანს და ყველას, ვინც შეურაცხყოფს საქართველოს ეროვნული გმირების სახელს, ანწუხელიძის სახელს და ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას, მათ თავის სახელი დაარქვა. სასამართლომ პატიმრობა დღეს კიდევ ერთ აქტივისტს მიუსაჯა. მოსამართლე დავით ეცრაულმა უჩა ქემაშვილი 10 დღით ციხეში გაუშვა. უჩა ქემაშვილი ცნობილი სამართალდამცველია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დაევალა უჩა ქემაშვილის მოხსენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ფედერაციის სასამართლო აღარ არის. ყველა გადაწყვეტილებას დამსწრებისა და გულშემატკივრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ასე მოხდა ქემაშვილის დაპატიმრების შემთხვევაშიც. აქტივისტი, რომელიც 26 მაისის აქციაზე დემონსტრანტებს ალუჩით უმასპინძლდებოდა, ციხეში 10 დღით პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის გაუშვეს. გადაწყვეტილება მას არ გაჰკვირვებია. ვარაუდობდა, რომ დააპატიმრებდნენ. თეთრი ძაფით კერავნის საქმეს პოლიციის არ დაუმორჩილებლობა სიტყვიერი რაღაც შეურაცხყოფა, რაც ჩემი მხრიდან არანაირი მსგავს ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ მე მუშაობდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ძალოვნებში და ვიცი რაც გამოიწვევდა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება. ქართული ოცნების მაგ ზონს რაღაც ნაჭერს დროშას მოუწოდეთ. ჩვენი დროშა არის აი ეს ხუჯურიანი დროშა და ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამის გამო შემიძლია თავის შევწირო, თუმცა რაც შეეხება ქართული ოცნების რაღაცა ზონს, მაგის დაწვას არც ავნანობ და ამის შემდეგ თუ გარეთ ვიქნები რა თქმა უნდა, აუცილებლად კიდევ დავწვავ. აქტივისტმა პროცესშიც თქვა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და სამართალწარმოება სავარაუდოდ ქართული ოცნების დროშისა და სიმბოლიკის დაწვას უკავშირდება. შეძახილები როგორც ყოველთვის და ყველა პროცესზე თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ანწუხელიძე გმირია და ის როგორც ჩანს ეს არის სიტყვები, რომელიც ოლიგარქიულ რეჟიმს აღიზიანებს და დაიწყეს ბოლოს ჩვენი გამოყრა, ასე ვთქვათ. გამოყრაც ცოტა ისეთი რბილი ნათქვამია, ისე მოგვაწვდენ აქ დაზიანებებიც მივიღე. ჩემს ძმას მინდა ვუთხრა, რომ ხნედი იყოს და ყველა პოლიტპატიმარს ბიჭებო ხნედი ყავით. საქალაქო სასამართლომ იდენტური ბრალდებებით ქემაშვილისა და პაპაშვილის მსგავსად გასულ კვირას კიდევ 3 სტუდენტი ქალი დააპატიმრა. მათ პატიმრობის ვადა მომავალ კვირას ეწურებათ.